მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. ძალიან მიყვარს ეს ფსალმუნი, რაც იყო წაკითხული. ყოველთვის არის ღვთისსიტყვა წყარო იმედის, წყარო გამხნევების და ასევე წყარო ხილების. და მადლობა უფალს, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მის სახელის განსადიდებლად და დღეს მინდა ვისაუბროთ მოწმუნის გულზე. ქრისტიანის გულზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ შემოქმედ ღმერთ უფალ იესო ქრისტეს უნდა ადამიანის ჩვენგანისგან ჩვენი გულები. ერთ-ერთი ადგილი როცა იესო სამარიელ ქალს ესაუბრებოდა, იქ იყო საუბარი და იესო ამახვილებს ყურადღებას, რომ შემოქმედი ღმერთი ანუ უფალი იესო იქ ეძებს გულის თაყვანისმცემლებს, რომ დღეს ჩვენგან უფალს სჭირდება ჩვენი გული. Როგორ უთმობთ ამ გულს მათ და მე მინდა წავიკითხო ერთი ადგილი თვითფასებო ეს არის იესო ქრისტეს იგავი ხშირად საუბრობდა ხოლმე უფალი იესო იგავებით და ეს იგავიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია ბევრჯერ წაგვიკითხავს ბევრჯერ მოგვისმენია და მე მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხოთ რადგან გავიხსენოთ ეს ადგილი და დავფიქრდეთ იმაზე რომ რა უნდა უფალს რომ ამ იგავით გადმოეცა მოწმუნეებისთვის პირველ საუკუნეში და დღეს უკვე ჩვენ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანისთვის. მოდით წავიკითხოთ, ეს არის ლუკას ახალების მერვე თავის მეოთხე მუხლიდან. როდესაც დიდძალი ხალხი მოგროვდა და ქალაქის ყველა მაცხოვრები მოვიდა მასთან, დაიწყო იგავით ლაპარაკი. გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად და თესვისას ზოგი გზის პირას დაეცა. ფერქვეშ გათელა და ცის ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდოვანზე დაეცა. აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივი არ ქონდა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, მასთან ერთად ეკალის გაიზარდა და მოაშთო იგი. ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ასმაკი ნაყოფი გამოიღო. ეს თქვა და შეძახა, ვისაც ყური აქვს ისმინოს. აი იქ მინდა ცოტა ხანი შევჩერდე და პავლე უფალი იესო ქრისტე ამახვილებს ყურადღებას რომ ამ იგავში რომ თესველი არის თვით შემოქმედი ღმერთი უფალი იესო ქრისტე. თესლი არის სიტყვა რაზეც იესო საუბრობდა და ნიადაგი რაზეც საუბრობდა ეს არის თითოეული ჩვენგანის გული. და რაც არის მნიშვნელოვანი ძვირფასებო რომ თესლი ერთია, სიტყვა ერთია, ნიადაგია სხვადასხვა. ჩვენი გული ერთმანეთისგან განსხვავდება. და აქ არის საუბარი რომ როგორც წავიკითხეთ 4 ნიადაგი. პირველი რაც არის ეს არის გზა. მეორე ნიადაგი რაც არის ქვიანი ნიადაგი. მესამე ეკლიანი და მეოთხე ნოყიერი ნაყოფიერი ნიადაგი, ანუ კარგი ნიადაგი. დღეს ჩვენ როცა ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე ჩვენ მივიღეთ სიტყვა. ჩვენ მივიღეთ უფლისგან ცოცხალი წმენა სიტყვის მეშვეობით. იმიტომ რომ სიტყვა რო არ მოგვესმინა, ჩვენ ვერ ვირწმუნებდით. სიტყვა რო არ მიგვეღო, ჩვენ ვერ მოვინანიებდით და ჩვენ ვერ ვაღიარებდით ღმერთს. და რაც არის საინტერესო, რომ ამ იგავის დროს, როცა უფალი იესო ამ იგავს ყვება და უყვება ხალხს, იქ იყვნენ მოწაფეებიც. იესოს მიმდევრებიც, რომელიც იესოსთან ერთად ცხოვრობდნენ, იესოსთან ერთად ჭამდნენ, იესოსთან ერთად სვავდნენ და უყურებდნენ ის სასწაულებს, რაც უფალი იესო აკეთებდა. და მე ამბობს ზოგი ჰკითხეს მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავს ეს იგავი? მან თქვა, თქვენ მოგეცათ ღმერთის სასუფევრი საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს იგავებით ეძლევათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. ძალიან ის იმით მიმართავს, რომ თქვენ მოგეცათ ეს საიდუმლოება, რომ სათასასუფევრი საიდუმლოება გაგვეგო. დღეს ჩვენ მოწმუნეებს ეს საიდუმლოება მოგვეცა. ჩვენ ეს გავიაზრეთ და მივიღეთ, რომ რა საიდუმლოებას საუბრობდა უფალი იესო ქრისტე და რას ქადაგებდა. დღეს იგივე საიდუმლოება რჩება და იგივე სიტყვა რჩება, მაგრამ როგორ ნიადაგზე რჩება. ის ნიადაგი როგორია და როგორ ვითარდება ჩვენში. და აქ არის
სანამ ამიგავის განმარტებაზე გადავართ, რომ დღეს ადამიანის ცხოვრებაში არსებობს 4 ნიადაგი. ანუ გულის 4 ეტაპი. პირველი, როგორც ვთქვით, ეს არის გზაზე ჩამოცვენილი, ისა დაცვენილი ჩათესილი სიტყვა. მეორე არის ქვაზე დავარდნილი სიტყვა, ანუ თესი, რომელიც იზრდება. მესამე არის ეკლიანი, რომელიც ასევე იზრდება სიტყვა, მაგრამ დიდი ხნისის არ აქვს. მეოთხე ნიადაგი ადამიანის გულის ნიადაგი არის ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ბევრ ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ სანამ ამ იგავის განმარტებაზე გადავართ, მე მინდა ჩვენ თავებში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ ზურფასება, რომ ჩვენი გულის ნიადაგი რომელია. ჩვენი გულის ნიადაგი ამ 4 ნიადაგიდან რომელს შეეფერება. ხშირად შეიძლება ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა მეოთხე, რომელიც ნაყოფიერი ნიადაგია, რომელიც ასმაგ ნაყოფს გამოიღებს, მაგრამ თუ ეს ვფიქრობთ, კაია, მადლობა ხმელს. და მოდით გადავიდეთ ამიგავების განმარტებაზე და დავინახავთ ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენი გულის ნიადაგი რომელია. მოდით გავაგრძელოთ, ეს არის მე-11 მუხლიდან, ეს იგავი კი ამას ნიშნავს. თესლი ღმერთის სიტყვაა. გზასთან დაცვენილი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ. პირველი ნიადაგი გზის პირას ჩაცვენილი მარცვალი ღვთის სიტყვა, როგორც წავიკითხეთ, არის რომელიც ისმენენ, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან. როგორ შეიძლება რომ ეშმაკმა ჩვენი გულიდან წაიღოს სიტყვა? როგორ შეიძლება რომ ეს თესლი უფლის სიტყვა ჩვენგან ეშმაკმა წაიღოს? უამრავი მიზეზია ამისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ის ახერხებს. როცა ჩვენ გზაზე გავდივართ, ცენტრალურ გზაზე დავდგეთ, უამრავი მანქანა დადის. სხვადასხვა მოდელის მანქანები დადიან და ადამიანს იგრე გაიპაროს დრო ამ მანქანების თვალიერებაში, რომ ვერც კი შეამჩნიოს. და აი ესე შეიძლება ადამიანში ჩაცვენილი სიტყვა ისე გაფლანგოს, რომ ვერც კი დაფიქრდეს, როგორ დაკარგავს ღვთის სიტყვას და როგორ აღმოჩნდება ეშმაკის კლანჭებში. მეორე ნიადაგი არის გულის ნიადაგი არის კლდეზე დაცვენილი ისინი არიან, რომელიც ისმენენ სიტყვას და სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არ აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს წამთ, განსასწრების ჟამს კი გადგებიან. ხშირად ბევრჯერ შეგვიძლია მოგვისმენია, ბევრჯერ შეგვიძლია ჩვენს ყოფილვართ ამ სიტუაციაში, როცა ჩვენ შეგვეხება ღვთის სიტყვა, როცა ჩვენ მოვისმენთ ანთებულ ძლიერ ქადაგებას, ჩვენი შინაგანი ინთება. მაგრამ როცა გავდივართ ეკლესიიდან, პრობლემა დაგხვდება და ეგრევე შეგვიძლია ადამიანმა უარყოს ღმერთი თავისი წმენიდან გამომდინარე. მაგრამ ეს არის მეორე ნიადაგი, რომელიც არის კლდეზე დაცვენილი. დღეს პრობლემები უამრავია, განსაცდელი უამრავია, მაგრამ ჩემი გულის ნიადაგი რომელია? ჩემი გულის ნიადაგს რომელი ის ეხება? პირადად ჩემი გული რომელია? იმიტომ რომ ჩვენ დღეს უფალი გვეუბნება, რომ შენში არის ჩათესილი ცოცხალი სიტყვა, რომელიც უნდა მოქმედებდეს, რომელიც არ უნდა თავდებოდეს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ცოცხალი და მოქმედი. არა მარტო კვირა დღის სიცხე ეკლესიაში ვარ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა პრობლემის წინაშე დავდგებით. მესამე ნიადაგი, გულის ნიადაგი, ძვირფასებო, ეს არის ეკლებში ჩაცვენილი. ისინი არიან, რომელიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზის საზრუნავი, სიმდიდრე, ცხოვრება, სიამენი აშტობენ მათ და ნაყოფ ვერ გამოაქვთ. მესამე გულის ნიადაგი არის ძვირფასებო ამ ქვეყნიური საზრუნავი, სადაც ქვია ეკლიანი ნიადაგი, სადაც ადამიანი შეიძლება ზრუნავს ყოველდღიურ საზრუნავზე, რა გავაკეთო, რა იმას აქვს, როგორი სამსახურზე ფიქრობს, საკვებზე ფიქრობს, ტანსაცმელზე ფიქრობს, მაგრამ სად არის უფალი?
სად არის ის სიტყვა, ის თესი, რომელიც ჩვენში ჩაითესა, რომელიც მეშორობითაც ჩვენ მივიღეთ 20-30 რამდენიმე წლის წინ, ან შეიძლება რამდენიმე კვირის წინ რაღაცა ღმერთისგან მივიღეთ. სად არის ის თესლი ჩვენში? როგორ მოქმედეს უფლის სიტყვა ჩვენში? და მეოთხე ნიადაგი არის ძვირფასებო, ეს არის ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილი ისინი არიან, ვინც კეთილი და წიფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით მოაქვს ნაყოფი. მეოთხე გულის ნიადაგი არის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელიც არის მომთმენი, რომელიც არის დამჯერი, რომელიც არის შემსრულებელი, შემოქმედი ღმერთის დავალებისა. ის ვინ სიტყვისა, რა სიტყვაც უფალი ჩვენ გვაძლევს. მაგრამ დღეს მოწმუნეების 21 საუკუნის მოწმუნეების გულის ნიადაგი, თითოეული ჩვენგანის გულის ნიადაგი რომელია? რომ ჩავიხედოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქიდან კი არა, როცა ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას, იქიდან კი არა, როცა ჩვენ შეგვიძლია რომ ვილოცოთ ვიღაცაზე. არა. იქიდან კი იმაშინ კი არა, როცა ჩვენ ეკლესიაში ვართ. არა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გულის ნიადაგი როგორია? ვის შეეფერება? შეიძლება ვთქვათ და როგორც აღნიშნე, შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა მეოთხე, რა თქმა უნდა უფლის მორჩილი ვარ, რა თქმა უნდა მე უფლის სიტყვას ყოველთვის წინ ვაყენებ, მაგრამ ისმება კითხვა თუ ჩვენი ნიადაგი ძვირფასებო არის მეოთხე, რასაც კარი ნაყოფი გამოაქვს, სად არის ჩვენი ნაყოფები? სად არის ჩვენი მინდობა ღმერთზე? და ნაყოფი არ არის ეკლესიაში მოსვლა. ნაყოფი არის, როცა ჩვენ სხვას გაუზიარებთ. როცა ჩვენ სხვისთვის მიგვაქვს სიტყვა, როცა ჩვენ სხვისთვის მინდა რაღაცა კარგი გაუკეთო და ვაუწყო, მაგრამ როცა დგება ნაყოფის გამოღების საკითხი, ხშირად ვამობთ არცალია. ხშირად ვამობთ მიეშარ შემიძლია. ხშირად შეიძლება ვთქვათ მე რო ეს გავაკეთო, შეიძლება შეურაცხყოფა მომაყენო, მაგრამ რომ დავფიქრდეთ და იმ მომენტში ჩვენ თავს დავუსვათ ჩვენ თავში დავსვათ კითხვები, ჩემი გული კარგი ნიადაგია? ჩემი გული ჩემ გულს შეუძლია კარგი ნაყოფები გამოიღოს? მაგრამ თუ ჩვენი გული არის კარგი ნაყოფის ნიადაგი, მერე გრძელდება არავინ ანთებს სანთელს, რომ წმუჭელი დახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შედგას, არამედ სასანთლეზე დებს, რათა შემოსულებმაც დაინახონ ნათელი. ნათელი, ის სიტყვის ნათელიას ჩვენში არის. დღეს მოწმუნეების უმეტესობა სამწუხაროდ ვამბობ ამას ვირფასებო, შეიძლება წმენას მალავდეს. შეიძლება თავის შემოქმედი ღმერთის გულში მიღებას მალავდეს და ამობდეს, რომ მე როცა შეგვეკითხებიან, შენ იმ ეკლესიაში დადიხარ? არა, მე იქ არ დავდივარ. მე ეს გამოვიარე პირადად. მეც ვმალავდი ერთ დროს ჭეშმარიტ სიტყვასაც უფალმა ჩემში ჩათესა. მაგრამ როცა დადგა დრო ვიფიქრე, ჩემ თავს დავუსვი კითხვა, მადლობა ღმერთს რომ გიწმუნე, მადლობა ღმერთს რომ შენი მადლი შემეხომე, მაგრამ დღეს ჩემი გული რომელი ნიადაგს შეესაბამება, ჩემი გული დღეს გეკუთვნის შენ შემოქმედო ღმერთო, ჩემი გული არის შენთვის გახსნილი? იმიტომ რომ ჩემი ნიადაგი თუ არის კარგი და ნაყოფის მომცემი, ესე იგი უნდა ანათებდეს როგორც სანთელი. ესე იგი ჩემი წმენა სულიერი სანთელი არ უნდა ვმალავდე საწოლ ქვეშ. არ უნდა ვმალავდე რომ ჩემზე რა სიტყვიან. როგორც წავიკითხეთ, სანთელი არამედ სასანთლეზე დებს, რათა შემოსულებმაც დაინახონ ნათელი. შემოსულებმა წუთის სოფელში იქნება თუ ურთიერთობაში იქნება, ჩვენში უნდა დაინახონ შემოქმედი ღმერთი. ჩვენში უნდა დაინახონ ის სიყვარული, რა სიყვარულიც ღმერთმა ჩვენს მიმართ გაიღო. იოანეს სახარების 3:16-ში წერია, იქამდე შეიყვარა ღმერთმა წუთის სოფელი, რომ მიცა ერთადერთი შობელი ძე, რადგან ვინც მას ირწმუნებს არ დაიღუპოს, არამედ კონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინც მას ირწმუნებს და მე ვირწმუნე, ჩვენ ვირწმუნეთ, ჩვენ ვაღიარეთ, მაგრამ ვმალავ ამ რწმენას. სხვის ვაპკოისა ვფარავ სხვისგან, ჩემ ჭეშმარიტ იმ მადლს უფალმა გადმოცა და რადგან არის რომ დღეს ქრისტიანობა შეიძლება იყოს მოდური, შეიძლება იყოს ფორმალური, მაგრამ სად არის ცოცხალი რწმენა ადამიანებში? ერთ-ერთი მსახურებების უამრავი მეთოდი არსებობს.
ნაყოფის გამოღების უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ადამიანებს და მორწმუნეებს შეიძლება ვთქვათ, რომ მე იმით შემოვიფარგლები, რომ ეკლესიაში მოვიდე კვირა დღისით, მე იმით შემოვიფარგლები, რომ მე ვილოცო ვიღაცაზე, ან კვირაში ორჯერ წავიკითხოს ღვთის სიტყვა. მაგრამ სად არის ის დავალება, რაც უფალმა გადმოგვცა? მათეს სახარების 22 თავის 19 მუქში წერია წადით და აუწყეთ ყველას. უფალი არ გვეუბნება მიდი ეკლესიაში და აუწყე. უფალი არ გვეუბნება რომ დაურეკე ტელეფონზე და აუწყე. უფალი გვეუბნება წადი, მიდი, დაეხმარე, გადი, გამოძრავდი, რომ ღვთის სიტყვა გავცელდეს. დღეს ჩვენ როგორ ვავცელებთ ღვთის სიტყვას? ღვთის სიტყვის გავცელება რაში გამოიხატება? და ასევე არისო, რადგან არაფერია დაფარული, ცხადი რომ არ გახდეს და არც დამალული რომ არ გამჟღავნდეს და არც გაცხადეს. არაფერი არ დაიმალება. ჩვენი წვენაც არ დაიმალება. ჩვენი გულიც არ დაიმალება შემოქმედი ღმერთის წინაშე. დადგება დრო, როცა ყველაფერი გამჟღავნდება. დადგება დრო, როცა სურათივით გადაიშლება ჩვენი ცხოვრება. რაც ამ დედამიწაზე ჩვენ ცხოვრობდით. მაგრამ ისმება კითხვა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი ცხოვრების წლების მანძილზე ჩემი გული რომელი ნიადაგს შეესაბამებოდა? მესამე ნიადაგს, რომელიც ეკლიანი იყო და ამ ჭუქისოფლის საზრუნავი ჩვენ სულიერ მდგომარეობას ანადგურებდა და აშრობდა, ფიტავდა და უაზღვა თქმეინებდა ღმერთის სიტყვაზე. ან მეორე ნიადაგი, რომელიც არის ქვიანი და იზრდება, თითქოს და როგორი კაი მორწმუნეა, როგორი მაგარი ის არის, მაგრამ სულიერი სიღრმეები ფესვი არ აქვს, რომ პრობლემების დროს მისი ერთგულება ღმერთის მიმართ ბოლომდე იყოს. ან პირველი, რომელიც გზაზე დასვენილია, რომელიც შეიძლება ადვილად ადამიანმა უარი თქვას ღმერთზე. ადვილად უარყოს ღმერთი და ადვილად შეურაცხყოფა მიაყენოს მას. მაგრამ აქ არის საუბარი, რომ რადგან არაფერი არ დაიფარება, არაფერი ესე იმიტომ იმას, არაფერი არ შერჩება ადამიანს ის, რაც ღმერთის საწინააღმდეგოს აკეთებს. ან ვითომ და ღმერთის გულისთვის აკეთებს. აკეთებს ადამიანი. მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ნიადაგი, იმიტომ რომ ღმერთი გულებს იკვლევს. ღმერთი არ იკვლევს ჩვენ გარეგნობას. ღმერთი არ იკვლევს ჩვენ რა გვაცვია, ან რას ვიკვებებით, ან რა გეგმებს ვაკეთებთ, რა გეგმებს გეგმავთ. ღმერთი ჩვენგან იკვლევს ჩვენს გულს, ჩვენ გონებას. მაგრამ ხშირად მორწმუნეები და ადამიანები არ ვიკვლევთ ჩვენივე გულს. როგორები ვართ? რა გვაქვს გულში? რა გვაქვს გონებაში? გულში როგორ განვადიდებთ უფალს? ან განვადიდებთ ლი კვირის გარდა? განვადიდებთ ლი იმ კუთხევის გარდა, რაც შეიძლება ღმერთმა მოგცეს? და რაც არის საინტერესო, დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს მიეცემა, ხოლო ვისაც არ აქვს, ისიც წაეთმევა, რაც გონია რომ აქვს. უფალი იესო ამბობს, დაუკვირდით, როგორ ვისმენთ. როგორ შეიძლება დღეს მოვისმინოთ ღვთის სიტყვა? სად შეიძლება მოვისმინოთ ღვთის სიტყვა? წმინდა წერილებიდან, ეკლესიაში. მაგრამ როგორ მოვისმენთ ძვირფასებო, როცა ჩვენი საზრუნავი უაზღვა თქმეინებს ყოველდღიურ ურთიერთობას ღმერთთან, ბიბლიასთან. როგორ მოვისმენთ ძვირფასებო ეკლესიაში, როცა მოვდივართ და შეიძლება ადამიანს ეძინოს მსახურებაზე. როგორ მოისმენს? არადა ღვთის სიტყვა გვეუბნება დაუკვირდით, როგორ ისმენთ. ისმება კითხვა, როცა ვარ მსახურებაზე, როცა ბიბლია მაქვს გადაშლილი, როცა ვკითხულობ, რა მესმის? ის რაც ღვთის სიტყვაში წერია, ის რაც ქადაგებელი ქადაგებს, თუ ის რაც ჩემს გულშია, ჩემს ნიადაგშია, ჩემს გონებაშია. დღეს მოწმუნეების უმეტესობაში რა გვაქვს შინაგან, შიგნით? რა გვაწუხებს? ხშირად ძვირფასებო, მე უკვე ბევრი ფიქრობდი, რომ რა გავაკეთო სხვა მსახურების გარდა, კვირის მსახურების გარდა, ან იმის
რაღაცა ღონისძიებების გარდა. მაგრამ ეს ბოლო დრო მოსვენება მაგ დაკარგული. მოსვენება მაგ დაკარგული იმ კუთხით, რომ ის დავალება რაც საყოველთაოა, ის დავალება რაც ღმერთმა არამარტო ხუცესებს და დიაკვნებს დაავალა, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, ვისი წმენას ცოცხალი იესო ქრისტეა დაფუძნებული, ეს დავალება ყველას გვეხება, რომელიც გვეუბნება წადი და აუწყე. და მე მაგ ჩემ თავში დაკარგული მოსვენება როგორ მივდივარ, ვისთან მივდივარ? და თუ არ მივდივარ, უნდა წავიდე. თუ არა არის პიროვნება ვისთან მივიდე, უნდა ვსთხოვო ღმერთს, რომ ღმერთო გამომიგზავნე, ვისაც სჭირდება დახმარება, ვისაც სჭირდება სულის ხსნა. ლოცულობთ ამ ლოცვით? მიმართავთ ღმერთს ამ მიმართვით? იმიტომ რომ ღმერთს ჩვენი გული უნდა. და მე მინდა ძვირფასებო გისურვოთ, რომ ჩვენი ქრისტიანობა არ იყოს ფორმალური. იმიტომ რომ დადგება დრო რომ გამჟღავნდება ყველაფერი. დაფალური წამოტივტივდება წინ ჩვენი ქრისტიანობაც. ჩვენი სიარულიც ეკლესიაში რაგულით მოვდიოდით. ჩვენი გადაშლილი ღვთის სიტყვის წიგნის რაგულით ვშლიდით. როცა გვჭირდებოდა, როცა ჩვენ რაღაცა გვაინტერესებდა ღმერთისგან, თუ იმისთვის რომ სულიერი საკვები მიგვეღო. ისევე როგორც ჩვენ ვიღებთ ყოველდღურად ფიზიკურ საკვებს. ფიზიკური საკვების გარეშე ადამიანი დიდხან ვერ გაძლებს. ერთი კვირა, რამდენი 10 დღე, 2 კვირა მაქსიმუმ. უფალმა იესო ქრისტემ 40 დღე გაძლო. მაგრამ მართლე თუ გვიან ადამიანი დასუსტება და მოკვდება. მაგრამ წარმოიდგინეთ ძვირფასებო, როცა ადამიანი სულიერ საკვებს არ იღებს. კვირაში ერთხელ იღებს. ან შეიძლება 2 კვირაში ერთხელ მიიღოს ისიც, როცა ეკლესიაში მოვა. მისი სულიერი მდგომარეობა როგორია? მისი გულის ნიადაგი რომელია? და მე მინდა ძვირფასებო ვიფიქროთ, რომ ჩვენი გულები, ჩვენი გონება და ჩვენი რწმენა არ დავკარგოთ. გავაღვიოთ და გავაცოცხლოთ. ამოქმეთ ღმერთის სახელის გულისთვის, იმიტომ რომ ღმერთს ჩვენგან ზუსტად ეს უნდა. ღმერთი ჩვენგან მოითხოვს გაცილებით მეც, ვიდრე ეკლესიაში მოსვლა. თუმცა ეს მნიშვნელოვანია. ღმერთი ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ ის სასანთლე კრავოთ კოშკი არ იყოს ისა დამალული და ანთებული, არამედ სახალხოთ იყოს გამოსული და სხვები იმ ბნელ ადამიანებისთვის იყოს მიმართული, რომელიც სიბნელეში დადიან. და როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? როგორ შეიძლება ეს ავამოქმედოთ? ჩვენ ვერასოდეს ამას ვერ ავამოქმედებთ, თუ ჩვენი გულიდან არ იქნება ეს ამოსული. ჩვენ ვერასოდეს ვერ გადავდგათ ნაბიჯს, რომ პიროვნებას ადამიანს, რომელიც ღმერთს არიცნობს, ორი სიტყვა მაინც უთხრას ღმერთის გულისთვის, თუ ჩვენი გული არ არის ის ნიადაგის საფუძველი, რას ეს ანაყოფები გამოაქვს. და გისურვებთ ძვირფასებო, რომ ჩვენი გულის ნიადაგი იყოს მეოთხე, რომელსაც 100 ნაყოფი გამოაქვს, რომელიც არის მომთმენი, რომელიც არის ერთგული, რომელიც ყოველთვის ღმერთის პრინციპებზე დგას და წუთისობრივ საზრუნავი არ ართმევს. გისურვებთ წარმატებას. გისურვებთ, რომ ჩვენ ვიცხოვროთ არა ისე, როგორც მე მინდა და ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ არა ისე, როგორც ჩვენი ხორცი მოითხოვს კომფორტს, არამედ ისე, როგორც შემოქმედი ღმერთს უნდა, არამედ ისე, როგორც შემოქმედი ღმერთი გვეუბნება, წადი. დღეს, როცა ის არის, ადამიანი ეკლესიას მსახურების შემდეგ, ეკლესია დამთავრდება, წავალთ სახლში. სახლში კარგად მივდივართ. როცა ამ სამსახურში ვიმყოფებით, სამსახურიდან სახლში კარგად მივდივართ. როცა ადამიანი მოწმუნე მიდის რაღაც მონახულებაზე, მოწმუნესთან კარგად მიდის. მონახულებიდან სახლში კარგად ბრუნდება. მაგრამ რასაც ქვია მახარობილთი სახულება, წადი და ახარე. აი იქ ვერა. იქ შეიძლება შეურაცხყოფა მომაყენონ, იქ შეიძლება ვერ არ მომისმინონ, იქ შეიძლება ვერ გამიგონ. მაგრამ ძვირფასებო, ჩვენი კი არ მიგვაქვს. ჩვენ მიგვაქვს ღმერთისა. ჩვენ მიგვაქვს ის თესლი, რაც იესომ 2000 წლის წინ თესავდა. ის სიტყვა, რაც ჩვენშია და ჩვენში იყო ჩათესილი და გისურვებთ წარმატებას, რომ არასოდეს არ დავნებდეთ. არასოდეს არ თქვა თუ არის ღმერთის მოწოდებაზე და ღმერთის იმ დავალებაზე, რაც თუ ჩვენგანს მოგვცა. ეს სიგავი ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს. ეს სიგავი ძალიან ბევრჯერ მომისმენია. ეკლესიებშიც.
მაგრამ ძალიან ნაკლებისგან დამინახია ვინც ასრულებს ამიგავის მთავარ აზრს ნაყოფის გამოღებას ჩვენი გულის გამოკვლევას ადამიანი მორწმუნე ხშირად ჩემ თავზე რო თქვა იყო დრო როცა ჩემ ღმერთი გავიცანი მაგრამ ჩემ გულს არ ვიკვლევდი და რატო უნდა გამოვიკვლიო ჩემი გული მე კი მოვდივარ ეკლესიაში მე კი ვკითხულობ ღვთის სიტყვას მაგრამ აქ რა არის არის მზად ჩემი გული ჩემი გონება იმის მოსასმენად რასაც ვკითხულობ ან ეკლესიაში იმის მოსასმენად რაც მხადაგებელი ხადაგებს ან რასაც შეიძლება მილჩიონ ან მამხილონ ჩემი გული გონება მზად არის ამისთვის სუფთაა ნიადაგი მომზადებულია პოხიერია ისე ამჩულებულია ნიადაგი გულის ნიადაგი რომ ნაყოფი გამოვიღეს და ზრდა დავიწყო და მე მინდა ზუსტად ამაზე ვიფიქრო იმიტომ რომ ქრისტიანობის უმეტესობა 21 საუკუნეში არ იკვლევს გულს მე არ გულისხმობ სხვის გულს ჩვენივე გულებს არ ვიკვლევთ და მე მინდა რომ უფალმა გვიმრავლოს წმენა და მოგცეს საშუალება სურვილი და წყურვილი რომ ჩვენი გულები გამოვიკვლიოთ ჩვენ გულებს ვერ გამოვიკლებთ სხვას ვერ დავეხმარებით ჩვენ თუ გულს ვერ გამოვიკლებთ ჩვენ იმ დიად დავალებას ვერ შევასრულებთ ამიტომ ამას სჭირდება ბრძოლა ამას სჭირდება ღმერთთან ყოველდღიური ურთიერთობა ამას სჭირდება რომ ყოველთვის ვიყოთ ღმერთის სიტყვის ერთგული უფალმა დაგლოცოს გვაკურთხოს მოგწეს ძალა რომ რაც ღმერთმა მოგცა შევინარჩუნოთ რაც ღმერთისა როგორც პავლე მოციქული ამობს რომ იდექით იმაზე რაც მიგიღიათ ისმება კითხვა რა მიმიღია მე რა მიგიღია ჩვენ რა მივიღეთ სკამი რომელიც ეკლესიაში არის სადაც ყველა დღისით მივდივარ და უნდა დავждეთ ან ისახალება რა სახალებაც მაჩუქეს რა მივიღე რაზე უნდა ვიდგე რას უნდა გაუფრთხილდე იმ რწმენას რაც იესო ქრისტემ მოგცა ჯვრის მეშვეობით და უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს გვახსოვდეს ყოველთვის ყველა პრობლემის წინაშე რომ მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი მე ვეკუთვნი ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს და უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს და მოგწეს ძალა რომ ყოველთვის ეს აზრი ეს შეხედულება ყოველთვის იყოს ცოცხალ მორწმუნეში და თუ ეს იქნება აი ზუსტად ეს არის ცოცხალი მორწმუნე უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს მოგწეს ძალა რომ შევძლოთ რომ ჩვენი გული იყოს ნაყოფიერი ნიადაგი